მოგესალმებით მეგობრებო. კვირას საღამოს ლაივი იყო ჯგუფში და გავაზიარე სურვილის ასრულების ტექნიკა, ალგორითმი, უბრალოდ ეს არის ალგორითმი და ბევრმა ადამიანმა გამოთქვა რაღაც თავისი პრობლემა, საკითხი ამ თემასთან დაკავშირებით, თუ რა მომენტში რაღაც გაუჭირდა და ასე შემდეგ, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს მთლიანი ალგორითმი შეიძლება რაღაცას ერთულა ადამიანებს, რამდენიმე ადამიანს მომწერა, რთული პროცედურა არისო და მე იმას ვაზიარებ მართლა რამაც იმუშავა ჩემთვის, ამიტომ შეიძლება ჩემთვის უკვე რაღაც გაადვილებულია ამის კეთება. იმისათვის რომ სხვებსაც გაუადვილდეს, გადავწყვიტე რომ თითოეული ფაზა ესე განვიხილო და ესა ვიდეო განმარტებასავით გავაკეთო თითოეულ საკითხზე. მოდი საერთოდ სწორად დავინახოთ, ანუ კარგად დავინახოთ, რას ნიშნავს ეს ცისა და მიწის მანდატი, ხო? მოგიხსენებათ, არსებობს ესეთი სიტყვა DAO, ანუ DAO-ს გზა. ხო, ლეგენდის თანახმად ესეთი ინსტრუმენტი იყო, რომელზეც სიმს თუ გადაჭიმავდი, მაშინ წყდებოდა ეს სიმი, მაგრამ თუ კი არ დაჭიმავდი, მაშინ არ ჟღერდა უბრალოდ. ამიტომ ისე უნდა დავაყენოთ, რომ ჟღერდეს. თავარი მომენტი არის, რომ უნდა ჟღერდეს და ეს მოდეს ყოფიერებას. ყოფიერების ტალღა და რაზეც ვისაუბრეთ, აქამდე უნდა მივიდეთ, ყოფიერების ტალღაზეც უნდა იყოს ადამიანი თვითონაც, იმისათვის რომ იმ ნაკაჩი შევიდეს, სადაც ეს ასრულება ხდება. რა თქმა უნდა, ეს ტექნოლოგიები არ არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც გონია რომ სურვილები, თქვათ, ტახტზე წამოწოვილმა უნდა აისრულოს. საჭიროა მოქმედებების განხორციელება, მიზნები და სურვილები საერთოდ ამისთვის არსებობს, რომ მოტივაცია გააჩნდეს ადამიანს. ეს მიზანი რომ სამოტივაციო რესურს ქმნის ადამიანში, ეს ხომ ახალი არ არის, მე არ გამომიგონია, არსებობს ესეთი გამოთქმა, გაქვს ხედვა, მას შესაძამე გაქვს რესურსი, იგულისხმება ის მოტივაცია, რომლის მეშვეობითაც ადამიანი უნდა მიაღწიოს ამ მიზნებს და მიზანი ხო პროცესია, ცხოვრებაა ეს, ამიტომ ეს ტექნიკა, რომელსაც ვაზიარებ, არის ენერგეტიკული რესურსების შემქმნელი ადამიანში და არის ფსიქოეკოლოგიური. ანუ რაღაც ადამიანი ქმნის თვითონ იმ ენერგიას, რომელთაც უნდა ისარგებლოს და ხდება შემოქმედი და ამით პროუკავშირდება ყოფიერებას. რესურსულია ენერგიის გადანაწილების, ენერგიის ლოგისტიკის მხრივ, ამიტომაც ეს ნაკრები, ეს ალგორითმი, რომელიც გავაზიარე, ერთ-ერთი ყველაზე ადვილი და ეფექტურია სიმართლე გითხრათ. როდესაც უკვე ის შეასრულებს ადამიანს ერთჯერ და თქვათ უნარში გადავა, მე უკვე ადვილი ხდება ამის კეთება. იწყება ეს ალგორითმი სურვილებთან მუშაობით. ანუ როგორც აღნიშნე ყოფიერას, ეხლა იგივეს ვიტყვი, რომ ეს სურვილების ჩამოწერა და ამოწურვა, აი მინდებთან მუშაობა საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანმა სწორი კონტაქტი დაამყაროს საკუთარ თავთან. ზოგჯერ რაღაცები უნდება ადამიანს, ზოგჯერ რაღაც მიზნებს ისახავენ ადამიანები, მე ვერ აღწევენ ამ მიზნებს, შუა გზაზე მიტოვებული საქმეები უამრავი გვინახავს, მოტივაცია არ ყოფნით, ზოგჯერ პირიქით სტრესს აყენებს, იმის მაგალითად ენერგია მისცეს ადამიანს საკუთარმა მიზანმა, საკუთარმა საქმიანობამ, საკუთარმა სურვილებმა, პირიქით სტრესში აგდებს ადამიანს, ძირითადად ამის წარმოქმნას კი და სწორედ ამისი ალგორითმი, რომ ადამიანმა გაარკვიოს, რატომ ემართება ეს, როგორც აღნიშნულ უნდა ჩამოიწეროს, ამით იწყება, ჩამოიწეროს, უნდა ამოიწუროს ეს. გუშინ ერთმა ადამიანმა მომწერა, თუ დღეს დილით არ მახსოვს, რომ ისო ცოტა გამომივიდა სურვილები, ისეთებია რომ ჯინი თუ ამისრულებს და ჯინს ვარ ველოდოთ, როდის ბოთლიდან ამოძვრება და აგვისრულებს, ხო? ამიტომ საჭიროა გააკეთდეს ესეთი რამ. დედამიწა არის ის ადგილი, სადაც ხდება დეტალიზაცია. ანუ უნდა მოხდეს დეტალიზაცია, მაქსიმალური დეტალიზაცია. ნახეთ, დიდი ზოგჯერ ადამიანი ისახავს მიზანს ესეთი ფორმით, რომ რაღაც დიდ ერთიან რაღაც ოცნება მიზანს სურვილს რაღაცას ხედავს, რაღაც თითქოს აი ცალკე აღებულ, სადღაც ესე ჩაფიქრებულს, აი ამ სისტემისგან და აი ამ ნაკადისგან მოწყვეტილ, სადღაც ხედავს. და შესაბამისად ეს სურვილი უმეტეს შემთხვევაში რჩება ხოლმე ესეთ სურვილად.
ანუ საჭიროა მოხდეს დეტალიზაცია. და რისთვის ხდება ეს? ეს ხდება იმისთვის, რომ ადამიანმა გაარკვიოს მის იდენტურია თუ არა. მოდით ახლა შევთანხმდით ეს დრამაზე, რომ ეს ვიზუალიზაციის ტექნიკა მე არ მომგონია, ცნობილია, რომ ვიზუალიზაცია ასევე საჭიროა ადამიანისთვის და ამ რაღაც ინფორმაციული მოდულების შექმნის 1000-ნაირ ტექნიკას ნახავთ ჩემს გარეშეც ინტერნეტ ქსელში. უამრავი ადამიანი არსებობს, ვინც ამას ასწავლის, აზიარებს და ერთ სიტყვით სავსეა YouTube-ით და Google-ით ამცეთი ტექნოლოგიებით, ხო? მაგრამ მე ახლა გაგიზიარებ ისეთ სამ ასპექტს, რომელიც დიდი ალბათობით რომელსაც სხვაგან ვერ შეხვდები. პირველი ეს არის, რომ დათქმულ სურვილთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს იდენტობა, ანუ იდენტურია თუ არა. იდენტობაში არ იგულისხმება ის, რომ ადამიანი ღირსი არ არის და იმიტომ ვერ ჩაიფიქრა, იმიტომ ემოცია არ აქვს და ანუ ბევრ ადამიანს რაღაცის შეძენა ჭირდება, ბევრ ადამიანს რაღაცის მიღწევა ჭირდება და თუ კი ეს რაღაც ემოციურ მას არ იწვევს, ეს არ ნიშნავს, რომ ისე არა იდენტური. ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი რაღაც ამ ეტაპზე შენ უბრალოდ იმის ენერგეტიკული მატერიალური ენერგეტიკული რესურსი არ გაგაჩნია, რომ პირდაპირ ესე მიაღწია 7 კილომეტრიანი ნაბიჯი გადადგა. ამისთვის საჭიროა პატარ-პატარა ნაბიჯებად დაყოფა დიდი ნაბიჯის და თითოეულ დეტალთან უკვე დაკონტაქტება ემოციურად. ამ შემთხვევაში უკვე ხდება ხელმისაწვდომი ფსიქიკისთვის და ენერგეტიკული რესურსისთვის, რომ მოიცვას ეს ნაბიჯი. ამიტომ არის საჭირო დეტალიზაცია, რომ იდენტიფიკაცია მოხდეს. შენ, ესე იგი, თუ კი შენ გჭირდება რაღაცა და ემოციური ბმა არ გაქვს, ხომ ჩაფიქრებულ მიზანთან და ვერ ავსებ ამ მოდულს ენერგიით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ეს ღირს შენი არ არის. ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ რაღაცა არასწორად არის აგებული ეს კონსტრუქცია, სტრუქტურა გამოსახულების. ანუ პირველი მომენტი არის იდენტობის დადგენა. შენია თუ არ არის შენი? და ამაში არის იგულისხმება ის, რომ ესე იგი, შენ იმ დონეზე დაალაგო ეს სტრუქტურა გამოსახულების შენს წარმოსახვაში, რომ თითოეულ დეტალთან შესაბამისი ბმა ჰქონდეს. ეხლა ვსაუბრობთ ჩვენ გაზიარებთ პირველ პუნქტს, ანუ მიზნების ამორჩევა და დასახვა, სურვილის შექმნა, ჩაფიქრება, ანუ ინფორმაციული მოდულის შექმნა. და აქ პირველი ეტაპი არის იდენტიფიკაციის დადგენა. თუ კი არ ხდება ემოციური ბმა არ არის, მაგრამ საჭიროა, მაგრამ მიზანი გასაკეთებელია ადამიანს ესაჭიროება ამ მიზნის მიღწევა, ამ რაღაც საკითხის მოგვარება, ხო? საჭიროა ესე იგი დეტალიზაცია. დედამიწა ის ადგილია, სადაც ხდება დეტალიზაცია. დაუსრულებად შეიძლება დაიყოს. პირველი არის იდენტობის დადგენა და ამისთვის ხდება დეტალიზაცია. მეორე ასპექტი, ესე იგი, ინფორმაციული მოდულის შექმნაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, ცალკე აღებული არ უნდა იყოს. პირობითად ამბობ, თუ კი ვინმეს ავტომობილის შეძენა სურს, ხო? ეს არ უნდა იყოს ავტომობილი, რომელიც სადღაც დგას, ან რომელიც სადღაც, თქვათ ესე, მოწყვეტილად არის პროცესებისგან. რას აკეთებ ამათან? სად მიდიხარ? ვის აკითხავ? ვისთან მოძრაობ? რა ადამიანებთან ერთად ხარ? როგორ პროცესებში ჩაერთე ამ მანქანის მეშვეობით? ამ შემთხვევაში უკვე იწყება სწორი ფორმულირება თვითონ ამ გამოსახულების. ეს მოდული ხო უნდა შეიქმნას, ამისათვის საჭირო არის, რომ არ იყოს, თქვათ, მანქანა სადღაც ცალკე აღებული, რაღაც ადამიანი თვითონ ცალკე და მისი ცხოვრება კიდე ცალკე. ანუ უნდა იყოს ბმა, ჰარმონიული ბმა უნდა იყოს აი ამ სიუჟეტებს და დეტალებს შორის. ეს არის მეორე მონაკვეთი იმისათვის, რომ დამყარდეს სწორი კონტაქტი აი ამ მიზანთან, ამ სურვილთან, რომ ესე იგი ჰარმონიული ბმა უნდა იყოს პროცესებს შორის. არ უნდა იყოს ჩავარდნა. თუ სადმე სიცარიელი აღმოჩნდა, მე ან მიზანი ადამიანი გადაიფიქრებს ხოლმე და ან მიზანი მიზნად რჩება და ადამიანი ცალკე აქედან დაწყებული, ხო? ეხლა როგორ მიმიდიხარ იქამდე რომ შეიძენ და მე როგორ აგრძელებ ცხოვრებას, რას მოღვაწებ, რას აკეთებ, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჰარმონიულად იყოს გადაბმული, რომ სიცარიელი ჩავარდნები არ იყოს. და მესამე მომენტზე გადავიდეთ, მესამე ასპექტზე, რაც აი ამ ინფორმაციული მოდულის შექმნაში დიდ როლს თამაშობს, აუცილებელია, რომ ეს ინფორმაციული მოდული იყოს სფეროს ფორმის.
სემანტიკური ველის ინფორმაცია, ბუნების საბაზისო ენა არის სფეროს ფორმის. ამიტომ ჩვენი მოდულის ინფორმაციული უნდა იყოს სფეროს ფორმის და არა რაღაც სიტყვაზე გაშლილი სურათი. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოდული, რომელსაც 3D-ში გავაცოცხლებთ შემდეგ აი ამ გამოსახულებას, რაც ახლა გავიარეთ, იყოს საბოლოო ჯამში სფეროს ფორმის. მოდით გადავხედოთ ახლა. პირველი ასპექტი უნდა იყოს იდენტობადგინდება, ამისათვის საჭიროა დეტალიზაცია, თუ კი სათანადო мотиваციას არ იწვევს. უნდა გაერკვეს ადამიანმა მიატოვოს საკითხი, უნდა გაერკვეს რატომ არის ეს, ამისათვის საჭიროა დეტალიზაცია. მეორე, ეს არის თვითონ ამ სიუჟეტში, გამოსახულებაში, მიზანში, უნდა სიცარიელეები არ უნდა იყოს აი ამ სიუჟეტებს შორის. ანუ ჰარმონიული ბმა უნდა იყოს თვითონ აი ამ გამოსახულებაში, ერთიან სურათში. მესამე, მოდული ინფორმაციული უნდა იყოს სფეროს ფორმის. ასევე მეგობრებო, აქვე დავამატებ, უნდა ვიცოდეთ, რომ კარმა არსებობს ეს ცნება, ეს გაგება, ეს ყველას გონია, რომ რაღაც ნიშნავს სასჯელს და რაღაც ესეც, ბემს გონია ესე, კარმა არის შედეგი, უარყოფითი შედეგით შედეგია, რაღაცა თუ არ გამოსდის ადამიანს. ეს არ არის სასჯელი, ეს არის შედეგი. უარყოფითი შედეგიც შედეგია, თუმცა კარმა სხვადასხვა თვისებებიც აქვს, ამას ცალკე ვიდეოს მივწვნით, რომ გავიგოთ ზუსტად როგორ მოქმედებს და იმისათვის, რომ ჩვენ ჩაემ სურვილში, ასე ვთქვათ, მიღწევადობა იყოს ადვილი უფრო, კარმისგან თავისუფალი იყოს, უარყოფითი კარმისგან იყოს მეტნაკლებად თავისუფალი, ამიტომ საჭიროა, რომ აი ამ ყველაფერს რაც ახლა ვისაუბრეთ, ჰუმანისტური იდეაც გააჩნდეს. ეკონომიკურ, ასე ვთქვათ, პრინციპებში, ბიზნეს პრინციპებში ეკონომიკის არსებობს ესეთი უნივერსალური რომის სამართლიდან მომდინარეობს, არსებობს ესეთი უნივერსალური ფორმულა, მიყევი მთავარს და დანარჩენი ყველაფერი შენთან იქნება. ეს ამ შემთხვევაში ეს მთავარი ნიშნავს ჰუმანისტურ იდეას. ანუ რა სარგებელს მოუტანს ეს, გარდა იმისა, რომ შენ ამ სურვილს აისრულებ, ვიღაც შენს ახლობელს, არ არის საჭირო ქვეყნის მასშტაბით და დედამიწის მასშტაბით სარგებელი მოქონდეს. რა სარგებელს მოუტანს ეს შენი ასრულებული სურვილი დანარჩენ სხვა ადამიანებს, შენს უახლოეს წრეს, შენს მეზობელს, მეგობარს, რა ვიცი, შვილებს, დას, ძმას და თუ კი უფრო დიდი ჰუმანისტური დანიშნულება და იდეა დააკავშირებს, ეს კიდევ უფრო კარგია. ესე იგი, ეს სამი ასპექტი პლუს ჰუმანისტური იდეით შევსებული ეს ყველაფერი და დანარჩენზე ვისაუბროთ შემდეგ ვიდეოში უკვე, ანუ ემოციური ბმა როგორ უნდა მოხდეს და ასე შემდეგ. დღევანდელი ეს ვიდეო მიეძღვნა ინფორმაციული მოდულის შექმნას. მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.